მოვიდა იმის შესაძლებლობები, რომ რამე გადაგვეღობა ეს. ესე იგი, ჩვენ ქონდა თოკი ჩაკანილი, თოკი მომზადებული ჩავედი. კი. და შახტასთან სასწრაფოში ეს თოკი ჩვენ გამოვაკით. ხო. გასმასის თოკი იყო. აქ კოლეგა დაახლოებით იყო 3 კილომეტრი. ენა. 3 კილომეტრი ჩვენ ვიარეთ მარჯვნივ გახედავდი ჩვეულებრივი ქალაქი გეგონებოდა. წარმოვიდგინე ხა გადიხარ რუსთაველზე. დია. და მარჯვნივ დასახლება, მარცხნივ დასახლება რა, აი ესეთი. დაახლოებით 10-12 მეტრიანი მოფენილი ქვით გზა, სერიოზული და ჩალაგებული გზა. ეს სახელმა გააკეთა და რომელმაც ცივილიზაციამ გოგზნაით არავინ არ იცის. შემდეგ ჩვენ დაახლოებით კილომეტრ-ნახევარი რო გავიარეთ. იქ არის დიახ, ისმენთ ბატონო, არ გიშლით უბრალოდ ხელს. იქ არის რა ქვია, აი ტიპა რუკა რა გამოსახული. კი ბატონო. ეს გზა შემოდის უდავოში, რომელსაც ბაბუშერას აეროპორტი ქვია, იმას ჩვენ რუსები ამას უზარდად მოგცემენ ალბათ. კი. იმიტომ რომ ეს აეროდრომი არის მის თავზე განლაგებული. ბომბორა ხო თუ არა? თუ ბომბორა? გუდაუთაში გეუნებით. გუდაუთაში, ხო. გუდაუთას გეუნებით. რა ქვია, მე თვითონ ვარ ამ ყოფილი 3-4 საათი ვარ ქვევით მანქანით ნასიარულები. რა სამბო? შემდეგ ეგ რუკა ეს ნახაზი რო ნახეთ არა? ეს გზა მოდის გამოივლის ამ იმას გუდაუთას შემოდის ხვამლზე. ხვამლის მთა ეს რაჭაში ზემოთ. ერთი წამით გალში იყოფა გზა ერთი მიდის რაჭისკენ. რაჭა ეს კავკასიისკენ. ხო. მეორე მოდის ხვამის გამოივლის მეტაბის გაივლის ქუთაის, ხარაგაულს და არარატ სასოფხეთის. იმას იქით არ ვიცი რა ხდება. რა სამბო? ესე იგი, თქვენ წარმოვიდგინეთ. ჯერახელმა დარაბალამ გააკეთა ეს არ ვიცი. ვერ წარმოვიდგენ რა. ეს გაკეთებული და აი კრასკა რო იყო წასული, მაგალითად საღებავი რო იყო კედელზე წასული, ბოქსნაით როდის იყო ის საღებავი, იგივე ფერი იყო რა. უბრალოდ სანამ ჩვენ 3 კილომეტრი ჩვენ რო გავიარეთ და თოკიც გვიმთავრდებოდა ჩვენში აი ბურთის ხელა შარები ამოვარდა ესე ამოიწია შარები ხო მანათობელი შარები და იმა გვამცნობინა რომ ამას თქვენი გზა არ არის დაბრუნდით უკან საოცრებას ყვებით საოცრება არის იმიტომ არის რომ 7 კაციდან ვიხავით ფაქტიურად ერთი დავჭი ცოცხალი დანარჩენი ვიცით ჩაგვიყვანა თავიდან პირველ ღამესვე მოკლეს ვინ მოკლა რა მოკლა რა არ ვიცით ამაზე ის არ აქვს ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ რაღაცა არა ზოგი იმაში გარდაიცვალა რომ რა ქვია გაურკვეველ ვითარებებში და აი ესეთი რა ესეთი რამდენ ხანში გარდაიცვალა ეს ხალხი ბატონიჩა ერთი იმით ამოვედით იმ დღეს იმ ღამეს რა ქვია მანქანამ დაარტყა მანქანამ დაარტყა ერთი მანქანა მიდიოდა და ერთი ეს მიდიოდა ერთი არავინ დაარტყა მანქანა მოკლა და შეწავიდა ეს ვინც ჩაგვიყვანა იქ ვინც გვასწავლა გითხრა რომ იქო დიდი ქონება დიდი ოქრო არისო რა ბევრი ოქრო და ჩავიდეთ ხოდა მაშინ ახლა კარგად იცით 92-93 წლები ხა თუ რამესი პოვიდი და ჩვენ გადავწყვიტეთ რა გავიგე მესმის შემდეგ დაახლოებით აქტიურად
რო გაივლი სადღაც 600-700 მეტრას ამ დაუზამყვები რა რაც მახსენდება იმას ხო გახლობით ჩვენი დამწერლობები რაც არის რაც კი არსებობს ჩვენი დამწერლობები და დაახლოებით რა ვწდები 100 ცალი ციგნი რასაბობ შოქში ვარ ბატონ ჩემო ისეთ რაღაცას მეყვებით მე არ ვერკვევოდი ამაში თავიდან მაგრამ ეხლა რომ პენსიაზე წავედი და უსმენდა იმას მე გამახსენდა რომ ეს უნდა მოვყვებოდ ხალხს გაიხარეთ აი დავთვალე 100-ები დავთვალე 100 მასშტაბით და 100 თავს ხო ის ნუსხური ჯერ არის იქ გამოკვეთილი შემდეგ არის ეს ჯერ ნუსხური არ არის ჯერ არის გამოკვეთილი ასოები ჩემთვის უცნობი ასოები ვერჟიტანი რომელიც შემდეგ გამახსენდა რომ კრაკლიანის გორაზე რო აღმოაჩინეს რაღაც ოჰო ეს უძველესია ანალოგია არ აყავს იმას კრაკლიანზე რო 40 ასოები გამიგე ასოები 40 ეს გადაწყვეტა მოვასწარი გამიგე ეს არის ამოყვანილი როგორ გითხრა კედელზე არის ამოყვანილი საოცრება შემდეგ მეთქი ერთად იქავიღებ ციგნი დაახლოებით სადღაც შემიძლია გითხრა ალბათ 40-60 თითო ციგნი და 30-40 სანტიმეტრი სისქე და რაზე იყო ეს ციგნები დაწერილი ბატონო არ ვიცი ვერ მოგატყუებ არა ამბანს არ გეკითხებით თვითონ მასალა რა იყო არ ვიცი რა მასალა იყო ვიცი რომ ციგნი იყო იმიტომ რომ ციგნის აღება რო დავაფირე რაღაცამ ჩამძახა ხელი არ მიგია ხო ეს საქმე არ არის დროულად დატოვეთ რა ქვია ტერიტორია წინათისო კი ბატონო ესეთი სიტუაცია შემდეგ ჩვენ ჩავედით 3 წლის თუ 2 წლის მერე მაგრამ იქ ცოცხლები ძლივს გამოვასწარეთ ისეთი რამეები დაგვიმართა არ ვიცი რა ну ჰაერში გვაბურთავა რაღაცა ძალა გამიგეთ რასამ უხილავი ძალა იყო რაღაცა ენერგია რაღაც დამინახია რომ მოვიტყო არ დამინახია ხმები გვესმოდა და აგრესია გვესმოდა საშინელი და რამდენი ჩახვედით ისევ ის 6 კაცი მერე 6 კაცი ჩავედით მერე 6 კაცი ჩავედით და მერე დაიწყო ამათი ну ликвидация რა ერთი სიტყვით ხო საოცარი საგიჟეთია შემდეგ ხო გაგზელება როგორც ყოფილი სამხედრო რასტოვში კონდათ ენის გაგზელება იმაში ტანკები და ისინი ეხენათ რა ხო რა ქვია როგორც ამიხსნეს მე ომის დროს დაახლოებით 2-3 დივიზია წარმოიდგინე ხა სულ ტექნიკა იყო შეყვანილი შიგნით იქ მოხუცები გვიხსნიდნენ ამ იმას რომ აქ იყო საბჭოთა ჯარები შემდეგ მან ბაზა გააკეთეს იგივე ტანკავური ბაზა და ტანკავური და რაღაც პეხოტა იყო გაერთიანებული გამიგეთ შიგნით გვირაბში ვიღაცები დაიკარგა კაკრა გაუგზავნეს კიდე ჯარისკაცები დაახლოებით 20 კაცი ჯარისკაცები ისინი ჩვენ მობრუნდნენ უკან გამიგე მერე დაახლოებით როგორც ვიცი და მაგ მყარი ინფორმაცია იქ მოსამსახურე პრაპორჩიკიდან
ხო. 120 კაცი უბრალოდ გაქრა, მე 120 კაცი შევიდა შეკი. და უბრალოდ გაქრა რა ის ხალხი და შემდეგ ამოაბეტონეს ის დაახლოებით ალბათ 5 მეტრას სისქის ბეტონი იქნება დასხმული. ეს ხამლის თვიდან შესასვლელში ხო? არა, ამას გეუბნები რასტოვში. იალბუზის მხრიდან, კი. იალბუზის მხრიდან მიდის კიდე ესეთი გზა. კი. გამიგე? კი ბატონო. მიდის ეს გააკეთეს რასტოვში, რომ დაკეთეს, იმიტომ რომ უგზო-უგლოდ კრებოდა ჯარისკაცები და ტექნიკაც რა, უგზო-უგლოდ კრებოდა. და რაც შეეხება ხვამს. ხო. კი. ესე იგი თუ კაშხალი აშენდა. ხო. ახლა მე თქვენი გადაცემა ნახე დღეს და მიტო მოგწერეთ. კი ბატონო. მოგწერეთ ის ბატონო. იქ საშინელი ენერგია ვიცი. არა, იქ აიწევს, ხალი ხო აიწევს. შეიძლება იქ ის კოშა ქალაქებისა და წელი გაჟონოს ამ ხალხს. კი. ხოდა ეს ხალი რომელიც გაჟონოს ალბათ უნდა ჩავიდეს იმაში ეს ინგლისში ქუთაისი. კი. ქუთაისი გადის ეს გზა. ჰაერში აწევს. მარტო ქუთაისი კი არა, ხარაგაულის ზესტაფონი და იმას სულესე მიყვება. მართალი ხარ. კარგი. ეს რაც მე მახსოვრობით გეუნებით, მე რო ავიდგინე რა ქვია, როგორ რანაირად მიდის გზები. კი. რაც შეეხება აფხაზეთში აეროპორტს. ჩვენი დღეს კამანდიუში ჩამოდის ხოდა რაღაცა თვალიერო და მე არ ვიცოდი რა სიძინა დაეთვალიერებია რა არა და ხოდა ვიღაცა მოვიდა ოფიცერი არ მოვიდა და მე მოხდი შემთხვევით იმ ადგილზე რომელსაც მე დამიდახეს რომ შეჭახვალ გახვედი რა ქვია ხო კამანდიუში შემიძლია კითხვა 3-4 საათი ვიარეთ მანქანით ქვევით კი მაგრამ აი ვერ დავიჭირე მხარი საით მიდიოდა მანქანა ხო უფრო ფიქრობ ეხლა რო ვიდგენ არა რო ჩავედი თუ მარჯვნივ წამოვიდოდი ეს იყო დაუშვათ ხვამლის მხარე თუ წამოვიდოდი მარტო უფრო წავედით დაახლოებით სოჩის ხარისკენ ეს ვფიქრობ რა კი ესე იგი აი როგორ გითხრა იცი როგორ არის მოფიქრებული და გაკეთებული და გაიმასნილი და რომელმა ცივილიზაციამ გააკეთა ბოქსნაირ ამიგე მართ საოცარი ამ ინფორმაციის მოცემა მინდოდა ჩემო კარგო მინდოდა ავიკაი თქვენი გადაცემა თქვენ გაიხარეთ ბატონო თქვენ გაიხარეთ ვისაც გული შეტკივა კი მესამე ადამიანი ხარ რომელსაც მე ეს დღეს ვხარ გაიხარეთ ბატონო ჩემო მე არ ვიცი თქვენი სახელი და არც შეგეკითხებით და თუ რამე ისეთი ინფორმაცია მექნება მე მაგ თქვენი ნომერი კი ხო ეგ ეცადეთ ჩასვლას ეხლა ხო ეს დამავიწყდებოდა სამი ის იყო ეს ჩასასვლელი იქით ეცადეთ ჩასვლა მაგრამ ფაქტიურად ვერ აღჭავდა და ერთი მე რამდენადაც ვიცი ერთი სპელეოლოგი აპირებდა ჩასვლას დაჟე სახშიც დარეკა დაახლოებით ეს მამას გიყვებით მე 20 წლის წინანდელ ამბავს ხო და სახში დარეკა ის არქეოლოგი იყო და სპელეოლოგი და ჩასვლა უნდა და სახში დარეკა რომ მეო აქ რაღაც საოცრებები ვნახეო ეს მისმა მეუღლემ თქვა და მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს შესასვლელთან
და ეს ფაქტიც მახსოვს მე ხვალის მთასთან დაკავშირებით ეს და რაღაცა საოცრება. ფაქტია ერთიც ფაქტია რომ გიტლერი მოდიოდა არა კასპიის ზღვისთვის, არამედ მოდიოდა ხვალზე უნდა მას გადმოსვლა და აქ რაღაცას ეძებდა ისაც. მაგათ ისეთი ლოცვები იცოდნენ. ხო. ლოცვები. გამიგებ? აი ანანერბეს ამბობ ალბათ. ანანერბეს ორგანიზაცია ისეთი ლოცვები იცოდნენ, რომ შეიძლება ჩასულიყო კიდევაც. რა ქვია და ხდებით მთელი რუკა დაედგინა. კი ბატონო. ლოცვის გარეშე იქ არაფერი მართალი ხართ. ეხლა რაც ეხება ხვალის მთას და მის იმას. ამდენ თუ გინდა ხარაგაული და ეს ინე უნდა ნახოთ ისეთი ვისაც ფული აქვს, არის ტექნიკა. 100-200 მეტრზე სიღრმეში არის სიცავიები, არ არის სიცავიელები. რა ქვია ხელად ნახულობს რა ეს ტექნიკა. ამერული ის არის. კი. ალბათ არის ვიღაცა ისეთი ვიზად გული შესტკივა ამ თემაზე. ეს რო გააკეთოთ რა. კი ბატონო. ეს საინტერესოა შრომატევადი და თან პლუს ამას ჯერ ადამიანების დარწმუნება საჭირო რომ დავარწმუნოთ. მე მაგალითად თქვენ რასაც ყვებით აბსოლუტურად მჯერა. ეხლა კიდევ ვიმეორებ რომ ქონოდა მაშინ რო ყოფილიყო ვიდეოები და ეს ჩვენ ჩავედით თვითონ ოქრო იყო იქ. ამგერ ოქრო ინახებოდა, კარდი ინახებოდა, თორე სულით არ გამიჩნდებოდა სიმართლეობით. მართალი რომ გითხრათ, მე იქ ოქროზე უფრო ძვირფასი რაღაცები მგონია რომ არის. ვაიმე ოქრო კი არა, იმას ვერაწოდის ვერაფერი. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ რაც მე ნახე და ჩემმა თვალებმა დაინახა. გამიგე იმას ვერაფერი ვერაწოდის. ესე იგი ჩვენ ერთი და იგივეზე ვსაუბრობთ ბატონო ჩემო. კი. ახლობით არის კიდე 100 წელიწადი წიგნი რა. კი. საინტერესო ის არის, იქ სირისტი მე ვერ ვნახე, აი 3 კილომეტრები არის. დაუშვათ, მაგრამ სირისტი არ იყო. აი რაღაცა პატრონობს ალბათ აზე არა რა გიქრა. კი. რა ქვია. აი მე და ის რო დავინახე აბსოლუტურად ნესტის გარეშე. ბებია მასწავლიდა ძველი მას. რა ქვია, დამწერლობების დაკითხვას. იმიტომ ბებია დადიანის ქალი იყო. ნახტი დადიანი იყო, ისე კი არა, ნახტი დადიანი იყო და კომუნისტები იღებოდა ესე რო არის. რა ქვია, და ის გამოგადგება ბებია გამოგადგება. ეს კედელი რო დავინახე ესენი ამოყვანილი. არა ესენი რა ქვია, აი კაკაოგნებული და ოქი სიმართლეობით. საოცარი. მე მაშინ მე ვერ ვნახე ვერ გავითარეს გამიგე. მაგრამ თანდათან ინტერნეტი დრო შემოვიდა. უკვე მე ხვდები მე რა ვნახე. კი ბატონო, მართალი. მე მქონდა იმიტომ რომ იმ ხანაში ჩაგვიყვანა ის გააგორეს. მე გაუკვირველი ვითარებაში ესენი დაიღუპა. ჩემი საიდან გადავჭიდა როგორ. მე თვითონ თავშექი, იმიტომ რომ საკმაოდ თავმდებობაზე დავინიშნე. ძალიან თავმდებობაზე დავინიშნე. საკმაოდ დიდხანს. ოდა ალბათ აი მიზეზი იყო თუ რა იყო არ ვიცი ვეკითხო. იცოდნენ თქვენი ჩასული შესახებ თქო? ამ ჩქონდეთ ინფორმაცია მე უკვე საკმაოდ სერიოზულ ასაკში ვარ. ოდა კონდეთ ინფორმაცია რომ ეს რეალობა. მოყოლილს გიყვებით არც მაგ რა ჩემათვალებმა ნახა. თქვენ გაიხარეთ.
ვინმე მიცოდა რითმის ჩასვლის შესახებ. აი აქ ქეთიც ზის ჩემთან ერთად ბატონ ჩემო და მე ქეთიც ზის ჩემთან ერთად ბატონო ჩემო ჩემი მეუღლეა ქეთი სესიაშვილი ხო და ჩვენ ერთად ვისმენთ თქვენს საუბარს და ქეთი მეკითხება ეხლა იქნებო კითხო იცოდნენ თქვენი ვინმე მიცოდა თქვენი ჩასვლის შესახებო იქო გამარჯობა მე ქეთი ვარ სესიაშვილი დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის ეს საკმაოდ საინტერესო და გასაოცარი ინფორმაციაა რაც მოყევით მე არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა უნდა გითხრათ და რა მაინტერესებს იცით ვინმე მიცოდა თქვენი ჩასვლის შესახებ იქ ბატონო ჩემო არავინ არაფერი არ იცოდა ხო გეუბნები იქ ცხოვრობენ აი რაჭველები უკვე გამოსლიმანებული რაჭველები განიგეთ და მე ერთ-ერთ ოფიცერთან საკმაოდ კაი სერიოზული ოჯახია მეგობრობთ სუფრაზე რო ვიჯექით მამამისი ამბობს ესეთ რაღაცას ხო ხედავ რომ რამდენი ხნის მეგობრები ხართ ერთი რაღაცა უნდა გითხრათ ალო ყველა დაინტერესა მე რა და ბოლო ამოღებდა ინკასა რომ ძალიან ბევრი განვიჩიო სადაც არის აგერ სამხედრო ვიხართ ოფიცრობა ხართ და სხვა არ გინდა თუ მოემზადეთ და ჩადით ამიტომ ფაქტიურად რა ადამიანმა ვიცოდით რა დიახ აი ობა შვილი რომელიც წაგვიყვანა იმათ იმან იცოდა ის ჩასასვლელი ამისი არ წამოსულა ის ჩვენ რა მოვედით იმიდან იმ დაახლოებით 1 საათში მარტო ფეხით ვიდეო და გზაზე საიდან როგორ მანქანა გაჩნდა ბოქსნაირ და დაარტყა მანქანა მოკლა აი მე მაგიტო დავინტერესდი რომ ვინ იცოდა თქვენი ჩასვლის თაობაზე თქო და საინტერესოა არავინ იცოდა მარტო ვინც მოგცა ინფორმაცია მერვე კაცი მამამისი და იმის შვილს დაარტყა მანქანა და მოკლა რა საინტერესოა ეს რა მოხდა ვითომ არ უნდა გამჟღავნებულიყო ინფორმაციის გამცემის შვილი მოკლეს ხო ესე გამოვიდა და რა საინტერესოა მაინტერესა მე ერთ ქვეყანაში საკმაოდ თანამდებობა მქონდა დიახ და მე შევქენი ანომალური მოვლენების შესწავლილი სამართლო დიახ და მე უკვე მიხვდი ვისამ და რასთან გვაქვს საქმე აი ესეთი მიღწევები მქონდა ძალიან სერიოზული აი რეზულტატები მქონდა რა დიახ და მე დღამში პრეზიდენტი განედით ყველაფერი გაგვანადგურებიეს ბევრი დამჩა რა ქვია საბედნიეროდ მაგრამ ბევრი ამერიკელების დავალებით გაგვანადგურდა პრეზიდენტი დავალეთ და პრეზიდენტმა ჩვენ დავალეთ განადგურება ეს რომელმა პრეზიდენტმა ბატონო ჩვენ ვერ გეტყვი კარგით არა კარგით გამიგეთ არა საქართველოში ახდება მე საქართველოში ადმუშია ეკითხე გამიგეთ სხვა ქვეყანაში გასაგებია ხოდა მე ხვდები ამ იმას რომ მე რასთან მქონდა შეხება და რასთან მქონდა შეხება აი თქვენ რას მიხვდით აი რო ჩავედით ბავშვად დიახ არები რო ამოვიდა წინ დიახ ითხრა რომ დავაიხა და ახვითა კიდე თქვენი ადგილი აქ არ არის დიახ ამიტომ ფიქრის აღება რომ მინდოდა მაგალითად მე ქიეს ცალფიქს ავიღებ და რომ ესე ჩამწახა რაღაცა ძალა რა ქვია შენი საქმე არ არის და ნუ არ შეეხო და მასკნა გამოვედი და მეორე ჩასვლაზე ძლის ცოცხლები გამოვასწარი თქვა
და ბატონო ჩემო, როგორ ფიქრობთ თქვენ, რადგან აი ამ პარანორმალურ სამმართველოდ შექმნით ამ ანომალიებთან დაკავშირებითაც და ასე შემდეგ, რადგან ასე დაინტერესდით, როგორ ფიქრობთ, ეს კეთილი ძალა იყო თუ რამე სხვა ძალა იყო, რომელიც ვთქვათ, აი ეს უხილავი ძალა? კეთილი ალბათ არ იქნებოდა. დიახ. დიახ. რაკია აი თქვენ ახლა ჩვეულებრივი ადამიანები გახლებით ჩვეულებრივი მომხდარები არიან რაკია ჩვენ გასემო დიახ თქვენ იცით რომ დედამიწაზე არის ეს ცივილიზაცია დიახ ჩვენი ფაქტებით რეალურად სამი არანოი ცივილიზაცია დედამიწაზე ეს მიწიზე და მიწის ქვეშეთი და წყლის ქვეშეთი ყველაზე მეტი განვითარებულები არიან ეს მიწის ქვეშეთ ცივილიზაცია რომელიც არის შემდეგ არის წყლის ქვეშეთ ცივილიზაცია განვითარებული და მე ჩვენი ცივილიზაცია რომელიც ისინი გვისტრებენ ჩვენ დაახლოებით 1000-2000% რა დიახ განვითარებაში ასევე უსწრებს რა ქვია წყლის ცივილიზაციას მიწის ქვეშეთ ცივილიზაცია დაახლოებით 2-3000%. იმიტომ რომ თვითონ შეხედა დიახ. ეს ცივილიზაცია რომელიც გონება იმპერატორიდან გამოსულები არიან ყველა სკანდინავური თმებით ერთი სიმაღლის ერთი ატლეტიკური კანი ვაფშე გაუგდები რა ის აი მის ცივილიზაცია რომელიც არის არა წარმოიდგინე როგორ გითხრა აი უფრო კატები რო არის ხო კანი დიახ კატები რო არის აი ზუსტად ისეთი ნახინჯები რა შეხედა ძალიან ნახინჯები არიან მაგრამ ძალიან განვითარებულები და იმის გარდა კიდე ესენი კანონი ცივილიზაციებია ჩვენ რომელიც შევისწავლეთ რა ქვია 17 სახეობა დიახ 17 სახეობა სხვადასხვა მოსულები ჩვენ ყოველ კვირას ქონდა ნახევარსაათიანი გადაცემა ტელევიზიაზე. მაგრამ თვითონ თან სურათებსაც ვეძებდი, მაგრამ ეს თუ შეხვდება როგორ უნდა მოქცეულიყო. ამას შეშვებოდი. შემდეგ მან შესვლა საბერთ ისეთი პირველი ადამიანი ვარ. დიახ. შემოიღო რეგრესიული ჰიპნოზი. რეგრესიული ჰიპნოზი ინფორმაციის მოპოვება. და რაკია როდესაც ვცადე მე იარბუზის იმაში გამეშვა კონტაქტიორი წარმოიდგინე ისეთი ძალა რაღაცა რომელიც 2-3 მეტრაზე აგდებდა ზევით. რო დავაფინები იქ შეგვეშვა რა დიახ კონტაქტიორი არ გვიშვიდა რაღაცა ძალა დიახ ხო და შემდეგ ესეთი რაღაც გავაკეთეთ დავაფიქრებინებით დიახ სხვადასხვა კონტაქტიორებს ვცდილობთ აი მანქანის რემნებით დავაფიქრ წარმოიდგინე ხსაწოლი ხო 3-3-ზე რა და რემნებით დავაფიქრ და გასულიყო და რემნები თვითონ დაწკდა ესე რაღაცა ეს რო გაისროლა ჰაი ის გამოიყვანეთ რა იმიდან აი აკეთებდა რო ვიღაში არ გიშობდა რაღაცა რა საინტერესოა და მაინც ჩემ შეკითხვას დავუბრუნდები, ესე იგი ეს არ იყო, მე ვფიქრობ რომ ეს არ იყო ბოროტი ძალა, ალბათ ის უფლის ძალის მე არ მგერავს ამისი აი რაც მე მითხრეს დაუშვი დიახ ახლა არ მგერა მაგრამ ჩვენ მითო გადავჭით რომ დაუშვათ იქ ვიყავით სასულები ორი კარტელი დიახ აი ეს გითხრეს რა აჰა რამდენად სარწმუნოა ხო ეს კიდე ვესელი სწავლება ეს აკლებო
რა საინტერესოა. ალბათ რაღაც ინფორმაცია რო გამომეტანა ამის გამო არ ვიცი ვერ გეტყვი მოსტო ვერ ესე ბუნებაში არაფერი ისე უბრალოდ არ ხდება ბატონო ჩემო ალბათ ეს ამბავი მართლა გვიან მაგრამ ალბათ უნდა ეს ინფორმაცია გაგეცათ ანუ მადლობა უფალს რომ ჩვენ ვართ ის მიმღები ვისაც ეს ინფორმაცია მიაწოდეთ მადლობა უფალს ისე ხო არაფერი არ ხდება ხოდა მე ვიფიქრე ძალიან ბევრი ვიფიქრე მეთქი და მე გადავწყვიტე რომ მინეცა ეს ინფორმაცია ეს რომელ გადაცემას უყურეთ ჰესებზე რომ იყო თუ ჩვენ გვაქვს ჰესებზე ხო დიახ იქ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ შანსი ალბათ ბუგზნაიტის რომელმაც ცივილიზაციამ გააკეთა ქვევით იქ როცხალი აიჩიოს იქ ჩავიდეს იქ დიახ და შეიძლება ისეთი რაღაცა ფიქრობ რომ ისეთი რაღაცა არის ალბათ თუ სახელმწიფო ამას ყურადღებას გამოიხებს და არა დიახ ერთი ვიცი დაწმენებული ვარ იმაში რომ შეიძლება ყოველ 5 წუთში თითქმის გაიდეს საქართველოში ხელა ტურისტი შემოვიდეს იქ ხელა ის და ფიქრობ იმას რომ შეიძლება საქართველოს ქენად გამოცხადდეს ნაკრძალ ზონა დამჯერეთ ხალხო ისეთი რამეები ნახეთ იქ მე არ ვიცი ბევრს ვიყობი ბევრი აღავიდე ძალიან დიდი დრო გავიდა ხანდახან ახსენდებოდა ვიცერდა რა ვიცი რა ბატონო ჩემო თუ კიდევ საინტერესო ამბებს გაიხსენებთ იქნება მოგვაწოდოთ ესე ეტაპობრივად ეს ინფორმაციები ჩვენ გვაქვს ასევე საინტერესო გადაცემა რომელსაც ქვია ფესვები ესეთი რუბრიკა არის და არის შუმერებზე იგივე ქართველურ ტომებზე საუბარი ანუ ეს გადაცემა მაგე მე შევისწავლე დიახ მაგე მთლიანად შევისწავლე დიახ შუმერები დიახ ისინი არიან სუბტასმანები სვანეთის განსახლების ტერიტორია ის სათაცხოვრობი ის არა დიახ სვანეთის განსახლების ტერიტორია არის სადაც ეს არის რა ქვია იმას ეს მთარი ხომლი რა გადამივარდა რა ხომლი ხო ჩრდილოეთ კავკასიანი მთლიანად განსახლების ტერიტორიაში აჰა საინტერესო დიახ ესენი სადაც ეხლა ცხოვრობენ თავიანთი უტვინობით და იმით აიძულეს რომ იქაურ ტერიტორიაზე დაეტოვებიან და წამოსულიყვნენ ეს ვიცი ზეპირად იმიტომ რომ მე ამას დიდი დრო დავუთმე სვანები არიან ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრები დიახ შუმერების 100%-იანი შთამომავლები მაგრამ თვითონ დაკარგეს ეს ცოდნა ვის გამო დაკარგეს არაბატი აღმერთმაეს ერთმანეთის ხოსვა და ჟლეტა რო დაიწყო ხოლო სვანები დიდი ის იყო როგორ დიდი დასახლება იყო რა ფაქტიურად ჩრდილოეთ კავკასიის 50% სვანებს ეკავა აჰა გამიგეთ არც ამ რუბრიკაში არ გამოჩნდებით ბატონო ჩემო რომ აი ამ მე ვერ გამოჩნდები ბატონო კი ბატონო კი ბატონო ვერ გამოჩნდები თუ ინფორმაცია მეკნება კი ბატონო სვანებზე ძალიან კარგად ვიცი რა ქვია ხო დასახლების ადგილი სადი ხო ზუსტ ერთ-ერთი ვიცი და საინტერესოა რა ქვია გაჩერება ფაქტიურად ერაყი რასაც ქვია ერაყი კუვეიტი ეს თელის იყო შუმერული სვანების იყო დიახ ფაქტიურად სვანები ცხოვრობდნენ და
კიდე ერთი უნდა უთხრა ვიღაც თქვენ მეცნიერებს, რომლებიც მეგრული და სვანური დიალექტიკა არ არის. ეს არის სუფთა ენები. ერთი ცენა არის და მეორე ცენა არის. განვითარებული დიალექტიკა. კი, ქართულიდან არის ასული, მაგრამ ის არის ენა, ჩამოყალიბებული ენებია. ძალიან დიდი ლექსიკონები აქვს, საუბედუროდ სვანენა ძალიან ბევრი დაკარგეს. ძალიან. დიახ. მაგრამ თვითონ მეგრელებს შემორჩათ ძალიან ბევრი. მეგრელების განსახლება იყო დღევანდელი საბერძნეთი. თავის კუნძულებიანი ხმელთაშუა ზღვა ფაქტიურად იყო მეგრელებს. თავისი ნიანად და ეს ესპანეთის ნაწილი. დიახ. მეგრელები ცხოვრობდნენ, შემდეგ ცხოვრობდნენ ქართები, დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე ლაზები, ჭამები, ხეთები და სვანები ქვევით. დიახ. გამიგეთ? ეს ამაზე დიდი ინფორმაცია მაქვს. მე თქვენ როცა მეტყვით აი თუნდაც აი შუმერებთან, მეგრელებთან, სვანებთან დაკავშირებით დიდი თემა მაქვს რომ თქვით. ბევრი საინტერესო ინფორმაცია იქნება. ეს მე სახში მიდევს რა ხარა, მე აქ ვწურ. აჰა. გამიგე? დიახ. მე ეს თემა სახში მიდევს, იმიტომ რომ ჩვენი მე ძირითადად რა მაინტერესებდა, მე მაინტერესებდა ჩემი ქვეყნის როგორ გითხრა იცი აი გასული ძალიან მაინტერესებდა. დიახ. დავუშვათ და მე ძირითად კონტაქტიორებს და ჩემი შექმნილი იყო და მე ამის უფლება მქონდა. დიახ. გამიგე? ერი რასაც ქვია ქართველი ერი ამას აქვს სხვა ფუნქცია დედამიწაზე. აბსოლუტურად სხვა ფუნქცია. აი რა მახსოვს ჩემი სიტყვა მე ვერ მოვესწრები ალბათ. მაგრამ აი მახსოვს ჩემი სიტყვა ქართველი მისიონერებით გაიხსება თემებს მსოფლიო. თქვენ გაიხარეთ. ქართველები რეალურად რასაც გზია ქართველი არ იფიქროს არავინ რომ ესენი არიან ღმერთი და ხელი დასმულები. მე მაინტერესებდა ესეთი რა ქართველების ფუნქცია რა არის. მე მაინტერესებდა როიცახუდე ღვთისმშობლის წესის ყველა ღვთისმშობლის წესის ხმეთი ქვეყანა და ეს ამას ძალიან და ჩვენ ღვთისმშობლის ველაპარაკებოდით. ველაპარაკებოდ და თვითონ ამბობდა ღმერთო მაპატია თვითონ ამბობდა მე ვარ კაბადოკიელი ქართი. ქართი ვარ ქართებს ხო ეძახიან ქართი. დიახ. ქართი. და როგორ ცხოვრობდნენ, როგორი ოჯახის წესები ჰქონდა, სულ მონახული, სულაში მასწავლე. მე ერთხელ ისეთი კაი მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ რა ქვია, მე ვთხოვეთ კიდე რო გთხოვოთ, შეიძლება გასაუბროთ. როცა თქვენ გაგიხარდებოდ და მე ვეუბნები, მე ქართველი ვარ. შენ ქართველი არა, ქართი ხარო შენო, ქართიო. თე. აი ესეთი რაღაცა. იგივე ფაქტიურად ერმა მოპარა ისტორია ქართველებს. პირველი არის ებრაელები, მეორე არის ბერძნები. ბერძნებმა მოპარეს, ესე იგი ებრაელები. ერთი რა. ებრაელებმა მოპარეს პირველი. არავითარი ბიბლია არ დაუწერიან მოსეს კარნახით. დიახ. ქართველმა დაწერა ის. იმიტომ დამახურიეს მე ის რომ ჩვენგან ინფორმაცია გაჟონა. დიახ. იმიტომ მე სერიოზული მიღწევები მქონდა. მე ვარ ისეთ ადამიანებს შეხვედრილი, რომლებიც დაუშვათ 53 წელს დაიკარგა 24 წლის ასაკში და შეხვედრილი ვარ 2006-ში. როგორ ის დაიკარგა ისეთი. ასაკი რა ქონდა მომატებული. აი ესეთ ადამიანებს ხვდებოდი. დიახ. საუბედურად რა ქვია სამი
კუთხეში ესენი ხრებოდნენ ისევ. აი, საინტერესო. საქმიანობას ვეწეოდი მთელი 14 წელი და 9 თვე. ესე იგი, რაც შეეხება იმას, რა ქვია, რეალურად ესია. რეალურად ესია, ნახდაქცი ხვედრი არის ეს მიცა. ალო. ღვთისმშობლის, რომელსაც იძახოდნენ, მე არა ვარ მორჩმული. მე არა ვარ მორჩმული მისმერე, რაც მე ამ თემით დავიწყე მუშაობა. მე სულ სხვა რამეს დავაწყდი. და პირიქით მორწმუნე არ უნდა ყოფილიყავით? უფრო არ უნდა გაღრმავებულიყო თქვენი რწმენა? იცით რა არის? ისეთი რამები არის, როგორ გითხრა, ისეთი რამები დავინახე, ხა წარმოვიდგინე. სხვა ცივილიზაციის სამყაროს, სხვა გალაქტიკის ხალხი. რომლებიც როიცოდეთ რუსეთში მასიური დასახლება უკვე იმათ. რუსეთში მასიური დასახლება, მე ეს ვიცი. მე რას ამბობთ? მე ვიცავ დედისულს. არათუს არ უმატებ. რა ქვია და 17 სახეობა შევისწავლეთ. 11 პარალელური სამყარო შევისწავლეთ. აჰა. და რა ქვია აი ყველაფერი როგორ გითხრათ იცი? აი პროგრამით. პროგრამით გარეშე დედამიწაზე ჭიანჭველას ვერავინ ფეხს დააჭირებს. აი მაგალითად. გახდა ფეხმძიმე ქალი. იმშობიარა. 40 დღე ჩვენ ვეძახით იმას არ ედას ვეძახობთ, იმიტომ რომ დახურული ინფორმაცია როგორ არ ედდა ჩიპი ჩვენი რომელიც აგვაქვს. 17.8 გრამია. და 40 დღეს ვამთავრეს, მე შედის ეს ჩიპი ბავშვში იმაში. წამებში და იმაში რა. გაჩვენებენ იქიდან. აი ეს ხება შენი მშობლები. შენ გინდა წახვიდე იმათთან. ეხლა წაიკითხე პროგრამა. გამიგე? კითხულობენ პროგრამას. თუ ეს პროგრამა შენ არ მოგწონს, ვერავინ იქ ძალას ვერ დაგატანს. გამიგეთ, რომ შენ გინდა თორე იქ უნდა წახვიდე. მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც აქ ძალიან ეჩქარებათ. და ყველაფერზე თანახმარია. მაგალითად, აი შემთხვევით რომ მოკლა ან ავარია მოხდა, არამედ შემთხვევაში შემთხვევითი არაფერი არ არის. აბსოლუტურად ყველაფერი არის პროგრამირებული. დელებს უსმინე ამასინა. ცხოველს სული არა აქვს. გაგიდნენ ეს უბნები. სული კი არა, აი კიდევ იმეორებ რა. აი ჩიპის არ გარეშე ჭიანჭველა ვერ დადის დედამიწაზე რა. აბსოლუტურად ჭიანჭველა ვერ დადის. თვითონ დედამიწა არის პროგრამირებული. სად ვიცით რა უნდა მოხდეს, სად წყალდიდობა უნდა მოხდეს, სად ომი უნდა მოხდეს. თვითონ დედამიწა არის პროგრამირებული გაიგეთ. სადავე ადამიანების პროგრამირებული არიან. ბატონო ჩემო, აი ახლა თქვენ გისმენთ და უცებ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ეს საუბარი თითქოს მე მოსმენილი მაქვს. ოღონდ რა თქმა უნდა არ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს საუბარი ოდესღაც იყო. საოცარია. აი ახლა უცებ რაღაცა წამოვიდა ტვინში, რომ თითქოს მე ეს საუბარი ვიცოდი, მოსმენილი მქონდა ერთხელ. შეიძლება. იმიტომ რომ რა ქვია, ახლა სანამ საუდელეობას დაასმენ, რომ რეინკარნაცია არსებობს. მანამდე ახალი ბიბლია მოვა. ძალიან მალე მოვა ახალი ბიბლია. გამიგეთ? ეხლა სექტემბერში. უკვე ებრაელების ახალი წელი. უკვე აკურთხებენ ანტიქრისტეს. სექტემბერში. თუ არ ვცდებით 12-13 არ
და ვინ იქნება ეს ანტიქრისტე? თვითონ ებრაელი. ვაი ხმერთო ჩემო და მე რა იქნება ბატონო ჩემო? ანგრიესი გომარის მეჩეთი ყოველდღე ანგრიესი. ხო. ხარა გააკეთეს იმის ქვეშ გააკეთეს გვირა ვიქ უნდა ეკურთხებიათ რა. დიახ. ეგ მოუწყვეს უკვე ყველაფერი აბსოლუტურად ყველაფერი მოუწყვეს კურთხებისათვის. მოიწოდე რა. და მე ეს რამდენ ხანს გასტანს ეს ანტიქრისტეს გამეფება? აი როგორც ვიდეოდა ებრაელების 27-ში დაიწყო თუ 26-ში დაიწყო ებრაელების დევნა. ვარესი დევნა ელით. აი რა მოხდა იცი? დიახ. ყველა galaktikას აქვს თავის პატრონი. დიახ. აბსოლუტურად. ყველა galaktikას თავის პატრონი ხავს, რომელიც იცავს. მაგრამ მოხდა სასწაული. თვითონ ის ჩვენი აი როგორ ჩვენი ხარაულები რა, ასე დავარქვათ. თვითონ ისინი იყვნენ გაუგნებული იმის გამო, რომ ამ შიშორიდან თუ ისინი მოვიდოდნენ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით. და იმათმა ისინი გახარეს. იმიტომ რომ ისინი უფრო ტექნიკა და ტექნოლოგიები აქვს. მაგრამ თანდათან ხდება იმათი შევიწროება. დიახ. უკვე რომ გააკარა. ამას ალბათ 1-3-4 წელი 5 დაჭირდება. გამიგეთა და ამბობთ ამ დრომდე იზეიმებენ ესე. აუ. მაგრამ მე დავაწყებ სოფლიოში ებრაელების გენოციდი. და საქართველოს ამ 5-6 წელიწადში როგორ მდგომარეობაში იქნება? თუ ქართველები რაც უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბატონო ჩემო, ერთად დადგომა ქართველი. დიახ. თუ დადგებიან ერთად. აი დაუშვათ. ერთ პოსროიშოვის და მეც გვერდზე ვინმეს გაუნაწილებს. ყველა გავა გასავარს. თუ არა, ჩვენ გავიმერებ ებრაელების ბედს. მაგრამ ვფიქრობ, რომ გაჩვენება ყველას გაერთიანებს. ეს შემიძლია თქვა, რომ 70-80% საკმარისია გაერთიანდეს. თვითონ მე შორიდან რო უყურებდი ჩემ ხალხს. დიახ. მე მეკონა განათლებული ეს. დიახ. მაგრამ მე რო დავუახლოვდი ჩემ ხალხს. სიმართლე გითხრა, უფრო განვითარების დონე უფრო აფრიკულ ქვეყნებზე შემიძლია შევადარო ბანგლადეში და ვიდრე ვერ არის არია განათლება, ნულია განათლება. ეს დღეს ალბათ თორე ისე ჩვენ ხო ყველაზე ცივილიზებული მანდელობაზე გეუბნებით. დიახ. რა იყო და რა იყო ყველა კარგად ვიცი. დიახ. კი. მაგრამ ერთი და ორი გამორჩეული ადამიანი ვერ უშველის უყოლას, ხო? დიახ. დიახ. შეიძლება ერთმა გასვლა, ასიღორი გასვაროს, მაგრამ ერთი განათლებული 100 კაცი ვერ გაუმას. დიახ. მართალი ხარ სამწუხაროდ. ენი რომელიც გაჩენილი არის რაზე. ყველგან უნდა ლიდერი იყოს. ნებისმიერ სფეროში. თუ სხვაგან არის მოხვედრილი, იქ უნდა ლიდერის ფუნქცია ჰქონდეს. გინდა კუნძობა აიღე, გინდა ხარჯაობა აიღე, გინდა მათემატიკა აიღე, გინდა ფიზიკა აიღე, გინდა ექიმობა აიღე. დიახ. და პოლიტიკა აიღე. ამაში ეს ის. დიახ. გამიგე. დიახ. ეს გენეტიკურად აქვს ამას, ეს თვითონ პროგრამაშია გამეს. ეს გამიგე. დიახ. აა ბატონო ჩემო, მე ერთი კითხვა მინდა, ალბათ დაგღალეთ ძალიან, მაგრამ მიწის ქვეშეთში დედა ღვთაებაზე რა სიტყვით? სწორედ დავსვი კითხვა? ხო. დედა ღვთაებაზე რა სიტყვით? ამიტომ დედა ღვთაება არ არსებობს. არსებობს ჩვეულებრივი ცივილიზაცია. დიახ.
კიდევ ვიმეორებ. ალბათ 2000-3000%-ით ჩვენზე მეტად განვითარებულები არიან. და აი როგორ გითხარით, სოციალური ცხოვრება რა, უფრო ჩვენ უფრო აფიჯეტად ჯერ. აჰა. სადაც არ არის დაუშვათ ბოროტება, სადაც არ არის ყურა. დიახ. გინდა თქვენს ცივილიზაციაზე, გინდა თქვენს ცივილიზაციაზე. დიახ. სადაც არ არის მიდრეკილება, ფული და ოქრობა აგროვო. არ არის მიდრეკილება კაიკე. მიდრეკილება არის ცოდნის დაგროვება იქ. და წარღვნა სად მოხდა თქვენი აზრით? მიწის ქვეშ შემთხვევაში არავითარი არ მოხდა, წყალდიდობა მოხდა. წყალდიდობა. ჩინელი შედეგად მოხდა წყალდიდობა და ეს ხო მისმინე ერთი რაღაცა. მე არ ვიცნობ ამ ჯოხაძეა ხო გვარად? კი, მურმან ჯოხაძე ავითარებს ძალიან საინტერესო იდეას. არ ვიცნობ, მაგრამ ერთი ჩვენ რასაც ვაკეთებთ. არა? კი. აი თქვენ წარმოიდგინეთ მე მყავს ვიღაც უკრაინელი მაგალითად ან რუსი ან ვიღაც ინგლისელი კონტაქტიორი. კი. გამიგე? ხას კონტაქტიორი. და ეკითხები იმას. რა ქვია? აბადამადლზე უნდა გახვიდე. ეხლა აქ როგორ არის? თუ ახალი არენდა არის, ახალი არენდა. იმას ვერ ვშევი. ჩვენ ვეძებდით მაგალითად აი მე-13, მე-14, მე-15 არენდას. არენდა ხო იცი, ასე ვარქრევ. აი მე-15 ჯერ მოსული. ხო, გასაგებია. მე-13 ჯერ მოსული. მე-14 ჯერ მოსული. ამდენჯერ. თუ პირველი იყო, იმან არაფერი არ იცოდა საერთოდ და იმას გამიგე? კი ბატონო. და როდესაც ჩვენ ვაკეთებდით და დავუშვათ მე-13 მყავდა. მე-13 მოსული ეკითხებოდი. ისტორია იცი? კი. აბა მიდი ამ ქვეყანაში. რა ქვია ამ ქვეყანას? რა ქვია ვინ ცხოვრობენ იქ? აი ოპა. და 2 და 3 შემთხვევა კი არ მქონდა ეს. ეს გიპნოზის შედეგად კეთდება ეს. სვან. ესმის. ეს გიპნოზის შედეგად კეთდება, ეს ქვეცნობიერში შედიოდით თქვენ ესე იგი. არა. უმისმინე ჩვენ ვასვაკეთებთ. ჩვენ ყავდა ფსიქიკურად ძლიერი კონტაქტიორები. კი. იმიტომ რომ ამას ჩელო ამის უნდა დამეწყდეს ეს პროგრამა მე თეთრიცადი მოემზადე. მე შევკვიდე სერიოზული ხალხი რა, დავუშვათ ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ფსიქოლოგები, რა ქვია, წინასწარმეტყველები თუ რაღაცა რომელიც მე ამჯერა. რა ქვია, წინასწარმეტყველი ხო, დედამიწაზე 3 ადამიანი და всё, იმას იქით არაფერი არა. კი ბატონო. თუ ვინმე წინასწარმეტყველი არის, სპეცსამსახურებს ფეხსველ გაანგრევს და ეგრევე რა ქვია, გაჩარებული წესით გაუშვება ღმერთთან შესახვედრად. კი ბატონო. გამიგე, იმიტომ რომ ესია. და კიდევ ვიმეორებ, აი მაგალითად შემოხდა კონტაქტიორი, როსანაც ჩვენ ამ პროგრამას დავიწყეთ, ხო, მეორედ მოსული. არა, მე-13 შემოხდა პირველად მე-13 მოსული. რო ეკითხები ამ კამიმაზე ვინ ცხოვრობს? სვანი. ხო. გამიგე. მე კიდე ესეთები რომ შემოხდნენ, არა, მე დაახლოებით ჩვენ ყავდა 100 კაცი კონტაქტიორი. საკმაოდ დიდი ანაზღაურები, ძალიან სერიოზული ანაზღაურები. ყველაფერი სახელმწიფოს კიდეზე იყო. მეთი გადაადგილება მითი, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმეში რა ქვია გაიქეშო.
ბატონო ჩემო გაითიშა ესე იგი რამოდენიმე შემიძლია გითხარდათ 200-300 მეტი ადამიანი მაგალითად ჩვენში რომ ჩვენ ქონოდა როგორ გითხრა იცი მხარი კონტაქტი ორი ქონოდა გამიგე ამას ტელეფსიქოლოგი ფსიქიატრები და ისინი მეტალურგიის ქვეშ იქნება შემდეგ უკვე რომ ამოარჩიეთ ეს ასოციაცია ადამიანი არა მე სახელმწიფო დაიყვანა ყოყობაზე სახელმწიფო ემსახურებოდა სახელმწიფო უხდიდა სერიოზულ თანხას სერიოზულ ხელფასებს ვისაც ბინა არ ქონდა სახელმწიფოაზე და ბინა ავეჯი ჭამას სახელმწიფო გიზოზე იყო ესე იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული იქონდა ძალიან სერიოზული რეზულტატები ქონდა როცა სახელმწიფო უყურებდა ამ რეზულტატები ქონდა არაფერს არ ინარებდა ამეგეთ კი ხოდა ხო იმაზე გეუბნებით იცი რა არის ვინმეს ჰიპოთეზა თუ რა არა ეს არა მე არ მჯერა იცი იმისი აი ესე ფიქრობდა ესე კი ბატონო გამიგეთ ჩვენ მე შემთხვევები მქონდა ძალიან ბევრჯერ მქონდა შემთხვევები მაგალითად რომელსაც ჩვენ ინფორმაციას არ გვიშვებდნენ ინფორმაციას კი ამას როგორ ამას თუ შენ სპეციალისტი და ის არიყავი ამის გამოყვანა შეიძლება კარტაქსლოდა ის ძალიან მიმატყუებოდა რა კი და ამიტომ ერთ სიტყვით თემი კოლექტივი მუშაობით ამ იმაზე რომ ჰიპოთეზები და იმაზე არა თელი ახალთაშუა ზღვა ეს შავი ზღვა ესპანეთი, იტალიის ნაწილი, რა ქვია, ინგლისის ნაწილი, სულ ქართული ტომებით იყო დასახლებული. კი ბატონო, იბერიელები არიან, კერძ იბერიელები. სულ ქართველებით იყო დასახლებული. მაგრამ თავიანთი, აი, როგორ გითხრათ, იცი, ერთმანეთის გაუტანლობა, რაზეც მოვედით ახლა იცით, მაგრამ ერთი ვიცი. შემიძლია გელიატინაზე დავდო თავი. არა ებრაელები არ არიან ღმერთის წეული ხალხი არის ხალხი. დაიხარე. ჩემი სიტყვები არ არის. კიდევ ვიმეორებ, ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის სიტყვები იმ ხალხის. იმას რომელსაც მე ზეგონს ვეძახი. გამიგედა რომელიც ინფორმაცია ჩვენ გვაქვს. აი ესეთი რაღაცა შემოხარბო. კიდე თუ რამე გაქვთ კითხვა მითხარი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო ჩემო და რამდენი ხანი იქნებით დაუშვათ საქართველოში? არ ვიცი, ალბათ ჩემზე არ არის დამოკიდებული, რაღაც საქმეზე ვარ ჩავოსული. კი ბატონო. წარმატებები. იცოდი.